ჩვენ კოალიციას სრულებისთვის სახელით და გავაკეთოთ განცხადება. ანტიქართულმა რეჟიმმა, რომელიც თავს ქართულ ოცნებას უწოდებს, გადაწყვიტა დაგვაკარგინოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და ევროპაში. ჩვენ, რომლებიც არ თანამშრომლობთ რეჟიმთან, არ გაურიგდით რეჟიმს, ვართ წინააღმდეგობაში და გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ჩამოვშალოთ რეჟიმი, ვიკრიბებით 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უვიზო მიმოსვლა თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ხელმისაწვდომი განათლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ეს არის ბედნიერი ქართული ოჯახი. ევროკავშირი და ევროპა საქართველოსთვის არის ქრისტიანული ცივილიზაცია და ყველაფერი ამასთან დაკავშირებული. ქართულმა ოცნებამ დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის არც ერთი პირობა არ შეასრულა, რომელიც ჩვენ 31 დეკემბრამდე მოგვწეს. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და მე ხმათ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ვიქნებით. 13 სექტემბერს 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გელოდებთ. ბრძოლა ბოლომდე აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოგესალმებით. უვიზო რეჟიმს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უვიზო რეჟიმს არ გვართმევს ევროპა, უვიზო რეჟიმს გვართმევს რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი არ და ვერ იქნება დემოკრატიული და ვერ შეასრულებს იმას, რასაც ითხოვს ცივილური სამყარო. ცივილური სამყარო გთხოვს, რომ ქვეყანაში მქონდეს დემოკრატია. ამ დროს ქართული ოცნება შვება იმას, რომ ქვეყანაში გვაქვს 60-ზე მეტი რეჟიმის ტყვე, გვაქვს რუსული კანონი, რეჟიმი ებრძვის მედიას, რეჟიმი ებრძვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩემი სოლიდარობა მათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები ისევ უწყვეტად არიან ქუჩაში და იბრძვიან ამ ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის. ჩვენ გეპატიჟებით 13 სექტემბერს 19 საათზე თსეუ-სთან ჩვენ ვართ უმრავლესობა და ეს უნდა ვანახოთ მანამ სანამ საბოლოო მიზნამდე არ გავართ. მადლობა. ძალიან მოკლედ დავამატებ. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც საქართველოსთან ელოდებოდნენ პასუხს, ქართულმა ოცნებამ, რუსულმა ოცნებამ პირდაპირ დაიწყო დასავლეთთან დაპირისპირებით რაღაცა საბოტაჟის ახალი შეთითხმილი საქმე, სადაც პრაქტიკულად სამიზნე ყავს ამოჩემებული არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკოსები სავარაუდოდ და რაც თავარია ამ ყველაფერს საერთაშორისო რაღაც შეთქმულებას ეძახის, რაც არის პირდაპირ დარტყმა ჩვენი ევროპული მომავლისთვის და სავიზო რეჟიმისთვის, მაგრამ საქართველოს არ წარმოადგენს რუსული ოცნება. საქართველოს წარმოადგენს უმრავლესობა, რომელიც იბრძვის და ჩვენ ახლა რაც არ უნდა რთული პერიოდები გქონდეს გავლილი, იქნება ეს პოლიტიკური კლასი თუ ჩვენი თანამოქალაქეები. უნდა მოვიკრიბოთ ძალები, 13-ში გამოვიდეთ და ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არ ვაპირებთ რუსულ ოცნებას ის დავთხოვოთ. დიდი მადლობა.